საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით ბავშვებო. ვაგრძელებთ წინადადების შესწავლას. ჩვენ უკვე ვიცით, რომ წინადადება შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი, ძახილის და კითხვა-ძახილის. ხოლო აგებულების მიხედვით წინადადება სამგვარია: მარტივი, შერწყმული და რთული. დღეს შევისწავლით მარტივ წინადადებას. შევუდაროთ ერთმანეთს ასეთი წინადადებები. დაღამდა. ერთსიტყვიანი წინადადებაა, წარმოდგენილია ზმნა შემასმენელი. წინადადება მარტივია. შევუდაროთ დაღამდა მეორე წინადადებას. დაღამდა და აგრილდა. ამ შემთხვევაში უკვე ორი ზმნა შემასმენელია წარმოდგენილი და მაშასადამე წინადადება მარტივი ვერ იქნება. ბავშვი მღერის. ქვემდებარე და შემასმენელი. შევადაროთ. ბავშვი მღერის და ცეკვავს. მარტივი წინადადება ვერ იქნება, ხოლო ბავშვი მღერის მარტივი წინადადება. აქ შემასმენელი ორჯერ გვაქვს. ბავშვი ხატავს მზეს. ქვემდებარე შემასმენელი პირდაპირი დამატება. წინადადება მარტივია. ბავშვი ხატავს მზეს და მთვარეს. ორი პირდაპირი დამატებაა. წინადადება მარტივი ვერ იქნება. ბავშვი ემალება დედას. ქვემდებარე შემასმენელი ირიბი დამატება. წინადადება მარტივია. ბავშვი ემალება დედას და ბებიას. ორი ირიბი დამატებაა. წინადადება მარტივი ვერ იქნება. გიო ეზოში თამაშობს. ქვემდებარე ადგილის გარემოება ზმნა შემასმენელი. წინადადება მარტივია. გიო და ლუკა ეზოში თამაშობენ. ორი ქვემდებარეა. წინადადებაში და იგი მარტივი ვერ იქნება. მაშასადამე წინადადება მარტივია, თუ იგი შედგება ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან და ამ სიტყვებში არ არის ერთგვარი წევრები. მაშასადამე მარტივი წინადადება არის ისეთი სინტაქსური ერთეული, რომელიც შედგება არაერთგვარი წევრებისგან. ახლა ვნახოთ, როგორი შეიძლება იყოს მარტივი წინადადება. გაუვრცობელი და გავცობილი. გაუვრცობელია მარტივი წინადადება, რომელიც შედგება მხოლოდ მთავარი წევრებისაგან. გავიხსენოთ მთავარი წევრები: ქვემდებარე, შემასმენელი, პირდაპირი დამატება, ირიბი დამატება. ჩამოცხა. ზმნა შემასმენელია წარმოდგენილი, ერთსიტყვიანი წინადადებაა. ნინო მღერის. მთავარი წევრებია მხოლოდ წარმოდგენილი, ქვემდებარე და შემასმენელი. ნინო წერს წერილს. კვლავ მხოლოდ მთავარი წევრებია წარმოდგენილი, ნინო ქვემდებარე, წერს შემასმენელი, წერილს პირდაპირი დამატება. მამამ შვილს სახლი აუშენა, მხოლოდ მთავარი წევრებია წარმოდგენილი, მამამ ქვემდებარე, შვილს ირიბი დამატება, სახლი პირდაპირი დამატება, აუშენა შემასმენელი. მაშასადამე აქ ყველა წინადადება მარტივია და ყველა გავრცობელია. ხოლო გავრცობილია მარტივი წინადადება, თუ იგი მოიცავს არამთავარ წევრს, ერთს მაინც. შეადარეთ, დღეს ჩამოცხა. ჩამოცხა ზმნა შემასმენელია, დღეს დროის გარემოება. ნინო კარგად მღერის. ნინო ქვემდებარე, მღერის შემასმენელი, კარგად ვითარების გარემოება.
მეორე ხარისხოვანი, ანუ არამთავარი წევრია. ნინო წერს ვრცელ წერილს. ნინო ქვემდებარე წერს შემასმენელი წერილს. პირდაპირი დამატება ვრცელ წერილს, ანუ ვრცელ სიტყვა განსაზღვრავს წერილს. განსაზღვრება საზღვრელია. შარშან მამამ შვილს დიდი სახლი აუშენა. მამამ ქვემდებარე აუშენა შემასმენელი, შვილს ირიბი დამატება, სახლი პირდაპირი დამატება, დიდი საზღვრელი, შარშან დროის გარემოება. მაშასადამე გაუვრცობელია მარტივი წინადადება. უკაცრავად გავრცობილია მარტივი წინადადება იმ შემთხვევაში, გაუვრცობელისაგან განსხვავებით, თუ ამ წინადადებაში წარმოდგენილია არამთავარი წევრებიც. ერთი მაინც რომ იყოს წარმოდგენილი არამთავარი წევრი, წინადადება იქნება უკვე გავრცობილი. ახლა ვნახოთ კიდე რა სახის შეიძლება იყოს მარტივი წინადადება. სრული და უსრული. სრულია მარტივი წინადადება, რომელშიც გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი, ერთი ან ორი წევრი. ნახეთ, ლუკა ცეკვავს. ქვემდებარე და შემასმენელი. გამოტოვებული წევრი არ ჩანს. არც უსრულობის შთაბეჭდილებას არ ტოვებს წინადადება. დედა ნამცხვარს აცხობს. ქვემდებარე, შემასმენელი, პირდაპირი დამატება. წინადადება სრულია. გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი. დედა შვილს ლექს ასწავლის. ქვემდებარე, ირიბი დამატება, პირდაპირი დამატება, ზმნა-შემასმენელი. არც აქ იგულისხმება რომელიმე წევრი გამოტოვებულად. ხვალ ჩემი მეგობარი ჩამოვა. აქაც გამოტოვებულად არ ჩანს არც ერთი წევრი. ლუკამ წითელი ფანქრით გააფერა და ნახატი. ლუკამ ქვემდებარე, წითელი საზღვრელი, ფანქრით უბრალო დამატება გააფერა და ზმნა-შემასმენელი, ნახატი პირდაპირი დამატება. ყველა შემთხვევაში წარმოდგენილია წინადადების წევრები ისე, რომ რომელიმე არ ჩანს დაკლებულად, გამოკლებულად. ახლა შევუდაროთ შემდეგ წინადადებას. დედა როგორ არის? კითხვითი წინადადება. ჩვენ უკვე ვიცით, კითხვითი წინადადება ვისწავლეთ. პასუხი, კარგად. უსრული წინადადებები ბავშვებო, ძირითადად გვაქვს დიალოგურ მეტყველებაში. ნახეთ? კარგად. ეს არის ერთი წინადადება და უსრულია. გამოტოვებულია, აი აღდგენილი ვარიანტი. დედა კარგად არის. აქ კი წარმოდგენილია მხოლოდ კარგად, ანუ ვითარების გარემოება. წინადადება უსრულია, იმიტომ რომ მას აკლია დედა ქვემდებარე და არის შემასმენელი. ნინო იყო სკოლაში. კვლავ კითხვითი წინადადებაა, არა კითხვით სიტყვიანი, მახვილი გვაქვს ზმნა-შემასმენელზე, პასუხი იყო. მაშასადამე ამ შემთხვევაში უსრულ წინადადებას აკლია ქვემდებარე და ადგილის გარემოება. სრულ წინადადებაში გამოტოვებული არ არის რომელიმე წევრი, ანუ გამოტოვებულად არ იგულისხმება, ხოლო უსრულში რომელიმე წევრი ან წევრები აკლია წინადადებას, მაგრამ მათი აღდგენა ძალიან ადვილად შეიძლება წინა გამონათქვამის, შინაარსის წინადადების შინაარსის მიხედვით. აი აღვადგინეთ კიდეც, დედა როგორ არის? დედა კარგად არის. და ბოლოს მარტივი წინადადება შეიძლება იყოს უქვემდებარო და სახელდებითი. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, უქვემდებაროა ისეთი მარტივი წინადადება, რომლის შემასმენელსაც არ აქვს ქვემდებარე. ჩამოცხა, ცივა, ცხელა, დაღამდა, წვიმს, თოვს. თუმცა ზოგჯერ ძირითადად პოეზიაში გვაქვს ხოლმე წვიმა წვიმს, თოვლი თოვს და ქვემდებარეს აღუდგენენ ხოლმე ამ ტიპის ზმნებს, მაგრამ თავისთავად თოვს და წვიმს ეს ფორმებიც არის უქვემდებარო წინადადებები. სახელდებითია წინადადება,
რომელსაც შემასმენელი არ აქვს. მაშასადამე უშემასმენლოა. ამ ტიპის წინადადებებიც ძირითადად გვაქვს ამ პოეზიაში, პროზაში, საერთოდ მხატვრულ ლიტერატურაში. ნახეთ? მზე, ზღვა, ლურჯიცა. შემასმენელი არ არის, მაგრამ მკითხველს წარმოდგენა ექმნება, რაზეა საუბარი. სახელები წარმოდგენილია სახელობითი ბრუნვის ფორმით. ზამთარი, თოვლი, ბუხარი, ამ შემთხვევაშიც სახელობითი ბრუნვის ფორმით. ამიტომაც სახელდებითი წინადადებებია, მათ არ აქვთ შემასმენელი. აი, ამ ტიპის ნაირსახეობები აქვს მარტივ წინადადებას. ერთხელ მოკლედ შევაჯამოთ ახლად ახსნილი მასალა. მარტივია წინადადება, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე წევრისაგან, მაგრამ ამ წევრებში არ უნდაერიოს ერთგვარი სიტყვა, ერთგვარი წევრი. მარტივი წინადადება შეიძლება იყოს გაუვრცობელი და გავრცობილი. გაუვრცობელია მარტივი წინადადება, რომელიც მხოლოდ მთავარი წევრებისაგან შედგება. გავრცობელია მარტივი წინადადება, რომელშიც გვაქვს არამთავარი წევრებიც, ერთი მაინც. მარტივი წინადადება სრულია, თუ მასში გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი, ხოლო უსრულია, თუ გამოტოვებულად იგულისხმება წინადადების წევრი ან წევრები, მაგრამ მათი აღდგენა ადვილად შეიძლება. უქვემდებაროა წინადადება, რომლის შემასმენელსაც არ აქვს ქვემდებარე, ხოლო სახელდებითია წინადადება, ხოლო სახელებით წარმოდგენილი სახელობითი ბრუნვის ფორმით და შემასმენელი არ აქვს. ეს იყო სულ. ნახვამდის.